შეცვალე ეს ერთი რამ შენს კვებაში და მთელი ცხოვრება შეიცვლება. დამიჯერე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ იყო მუდამ ფორმაში. იყო ასე ვთქვათ ენერგიულად, სუბუქად, ჯანსაღად, აკონტროლო მარტივად წონა და ჩათვალე წავიდე შენი ცხოვრება უფრო უკეთესად. დღეს გავრცელდა ძალიან ბევრი ვიდეო ინტერნეტში, სადაც ესეთ რამეს იძახიან, რომ ჩვენი პრობლემა თურმე არის ის, ანუ მოსახლეობის, რომ სხვადასხვა კვების კონსულტანტები გამოდიან და ჩვენს საკვებს ყოფენ ორ ნაწილად, სხვადასხვა ფიტნეს ინსტრუქტორებმა და ასე შემდეგ ჩაწერეს, ხო ეს ვიდეო. პირველ რიგში მიხარია ის ამბავი, რომ ტენდენცია იცვლება. ძალიან მიხარია, რომ ბევრი კვების კონსულტანტია, ფიტნეს ტრენერები და ის ხალხი, ვინც სიჯანსაღეს აპიარებს. ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ადრე როგორი ტენდენცია იყო, ხო? ტელევიზორში სადაც არ უნდა გადაგერთო, აგინდათ ინტერნეტში რა YouTube-ზე და იმაზე რა რეკლამაც არ უნდა ჩართულიყო, იყო ჩიფსების რეკლამა, გაზიანი სასმელების რეკლამა და მოკლედ პიარდებოდა მავნებლობები. და დღეს იმდენი ადამიანი საუბრობს უკვე ჯანსაღყვებაზე, რომ ბევრს უნდება რომ მოგბაძოს და იყოს ჯანსაღად. ეს მიხარია, მაგრამ ამ ვიდეოებში რაღაც შეცდომები ციპარება და მინდა ახლა ამაზე გავამახვილო ყურადღება, რომ ესეთი ვიდეო ჩაიწერა, რომ ნუ ყოფთო საკვებს ორ კატეგორიად, რომ ეს ცუდია და ასუფებს, ის კარგია და არ ასუფებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარიაო კალორიების თვლა, კალორიების ანგარიში და ასე შემდეგ. რეალურად კი ზუსტადაც რომ უნდა დავყოთ, ზუსტადაც რომ დასაყოფია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ვერცხი ხვდება იმას, რომ არსებობს საჭმელი და არსებობს საკვები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამის გარჩევა, ხო? სულ სხვა რამეა საჭმელი და სულ სხვა რამეა საკვები. საკვები არის ის, რასაც ჩვენ ვჭამთ და ორგანიზმს კვებავს საჭირო ელემენტებით, იქ ამინომჟავებით, სხვადასხვა ცხიმჟავებით და ვიტამინებით და ასე შემდეგ. ანუ საკვებ ელემენტებს გვაწვდის, ხო? სიტყვა გეუბნება, ეს არის საკვები. ხოლო საჭმელი არის ის პროდუქტი, რომელსაც უბრალოდ ჭამთ და გვანაყრებს, რომელშიც არანაირი სარგებელი არ შედის, ხო? უბრალოდ შევჭამთ და გვანაყრებს. მე არ ვიძახი იმას, რომ ჩვენს უნდა გამოვრიცხოთ მავნე საკვები და საერთოდ უნდა ვიყოთ ამის გარეშე. ეს შეუძლებელია, ხო? არც არის საჭირო. ეხლა ჩვენც ვქეიფობთ, ჩვენც დავდივართ სუფრებზე და ჩვენც ვარ გვევთხოვნე და გვიყვარს ასე ვთქვათ მავნებლობები ხანდახან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური სახე. ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ მე ადრე როგორ ცხოვრობდი 152 კილოგრამი როცა ვიყავი, დღე არ გადიოდა, რო არ მეჭამა სიტყვაზე ფუნფუშები ან ვაფლები, რაღაცა ორად გადაკეცილი ლობიანები, კილომეტრ-ნახევრიანი შაურმები და ასე შემდეგ. ყოველ დღეს მავნებლობები არ უნდა ვჭამოთ. ყველა ჩვენთაგანს აქვს მავნეჩვევა, ხო? ვიღაცას უყვარს ვაფლი, ვიღაცას შოკოლადი, ვიღაცას ფუნთუშა, ვიღაცას გაზიანი სასმელი. მოდი გულწრფელი იყავი და კომენტარებში ახლა დაწერე შენი მავნეჩვევა, შენ რა მავნეჩვევა გვაქვს. არ არსებობს ადამიანი, ვისაც მავნეჩვევა არ აქვს. ნახოთ ვინ არის გულწრფელი ჩვენი გამოვწერებიდან და აკომენტარე შენ რა გიყვარს მავნე საკვებიდან, რაზე ვერ იძახი უარს, რა არის შენი მავნეჩვევა და გავაგრძელოთ. ახლა გასწავლი მარტივ წესს, როგორ გაარკვიო, რომელია საჭმელი, რომელსაც უბრალოდ ჭამთ და არაფერს სარგებელს არ გვაძლევს და რეალურად არაფერი არ არის სასარგებლო მასში და რომელია საკვები, რომელიც კვებავს საჭირო ელემენტები. ჩათვალე ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. ახლა მაგრამ ჯერ გეტყვით, რომ ეს ჩემი მოგონილი არ არის. ეს მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს და ჩვენმა პრაქტიკამაც და შედეგებმაც დაამტკიცა, ხო? ნახე ახლა რა მაგარ ინფორმაციას მოგაწვით. დაახლოებით 1 საუკუნის წინ 1926 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დასკვნა დაიდო. სხვათა შორის, თუ არ გჯერა, შეგიძლია Google-ში ან სადმე ჩაწერო 1926 წლის ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დასკვნა საკვების შესახებ და ამ დასკვნაში რა წერია? რომ დღევანდელი საკვები დღითი დღე უფრო უარესდება და ფუჭდება. შემოდის ბევრი შხამქიმიკატები, სხვადასხვა პესტიციდები, წამლები, რომელიც აუბედურებს ამ საკვებს და რეალობაში ფრაზას დააკვირდ. მაღაზიაში რომ იყიდება პროდუქტები, იქიდან 80%-ს უფლებაც კი არ აქვს, რომ ეწოდოს საკვები. ის არის უბრალოდ საჭმელი, ჩვენ ვჭამთ მას და ვძღებით, მეტი არაფერს ჩვენს ორგანიზმს არ აძლევს. და ეხლა მე შენ გასწავლი რას? ფორმულების და წესების გარეშე, როგორ გავარკვიოთ 99%-ით, ეს არის სასარგებლო საკვები, თუ უბრალოდ არაფრის მოვცემი საჭმელი, რომელიც გაძღომის, მეც არაფერს არ მიცემს ორგანიზმს. ნახე? სამყაროში არსებობს
ორი კატეგორიის საკვები, ორად-ორი, ძალიან მარტივია. პირველი არის ბუნებრივი საკვები, მეორე არის გადამუშავებული საკვები. ბუნებრივი ნატურალური საკვები ყოველთვის თითქმის ყველა შემთხვევაში არის სასარგებლო და შეიცავს საკვებ ელემენტებს. ხოლო გადამუშავებული პროდუქტები პირიქით შეიცავს ძალიან ბევრ ემულგატორებს, პესტიციდებს, წამლებს, ქიმიკატებს და არის ძალიან მავნებელი. ეხლა როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია ბუნებრივი, ნატურალური და რომელია გადამუშავებული? ეს ძალიან მარტივია, ხო? ბუნებრივი პროდუქტი რას ნიშნავს? როგორი სახითაც შექმნა ის სამყარო. მაგალითად, ეხლა წინა ვიდეო მქონდა ფორთოხლის შესახებ. თუ არ გაქვს ნახე, გირჩევ გადადი ნახეთ, ძალიან მაგარი ვიდეოა და მე ვთქვი, რომ ფორთოხალი არის ბუნებრივი თლიანი პროდუქტი, ხოლო ფორთოხლის წვენი არის მისი გადამუშავებული სახე. ანუ არ დალიო ფორთოხლის წვენი, გადამუშავებული არ მიიღო, ჭამე ნატურალური ბუნებრივი ფორთოხალი, იგივე ხორცი. ხორცი, ქათმის ხორცი, ხბოს ხორცი, ინდაურის ხორცი არის ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტი. ხოლო ძეხვები, სოსისები და ის ფაბრიკატები, რაც იყიდება მაღაზიებში, არის გადამუშავებული პროდუქტი, რომელშიც არანაირი სარგებელი არ არის, ხო? ეცადეთ, რომ ნატურალური პროდუქტი ჭამოთ. ნახე რა მარტივი წესია. რაც უფრო ახლოს არის ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ჭამთ, თავის ბუნებრივ სახესთან, უფრო სასარგებლოა და რაც უფრო გადამუშავებულია, უფრო მავნებელია, ხო? ამიტომ გირჩევ, რომ ეს ერთი რამე შეცვალე შენ ცხოვრებაში, რომ აიღე, ჭამე ბევრი ბუნებრივი ნატურალური პროდუქტი და გათიშე შენი რაციონიდან გადამუშავებული პროდუქტები. გაარჩიე ერთმანეთისგან ჩვეულებრივი საჭმელი და რეალური საკვები შენი ორგანიზმისთვის. სულ სხვა რამეა, ხო ეს ყველაფერი. ასევე გირჩევ, რომ აუცილებლად დალაიქე, გააზიარე ეს ვიდეო, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს სჭირდება შველა, ერთად უნდა მივაწვდინოთ ხმა და იმას არ გეუნები, კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ მთელი ცხოვრება უნდა ამოვიყოთ ეს ყველაფერი. ხანდახან კეიფიც კარგია, დროს ტარებაც კარგია, მავნე ჭამასმაც კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური უბრალოდ. ჩვენ მივაჩვიოთ ყოველდღე მავნებლობებს და გადაეჩვი ამას და აუცილებლად მალე დადებ შედეგს. და სხვათა შორის თუ გინდა წონის დაკლება, ან ზოგადად გაჯანსაღება ორგანიზმის, ჩვენ ახლა გაზაფხულის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენი გამომწერებისთვის გვაქვს სუპერ შეთავაზებები. შეგიძლია პირადში მოგწერო და გავისაუბრებთ სულ ყველაფერს.